რადგანაც ყველა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ განახლებულ S-კლასს ახლა კაპოტზე ვარსკვლავს განათება აქვს. კი ბატონო, დაემატა და იყოს, მაგრამ რეალურად W223-ის რესტაილინგში ბევრი განახლებები შევიდა. მაგალითად, ახალი უსაფრთხოების ღვედები გათხოვით. იდეა მარტივია. ღვედის შეკვრისას მგზავს აღარ მოუწევს ზედმეტი ტანსაცმლით მგზავრობა, იმიტომ რომ ეს ამცირებს ღვედის ეფექტურობას. ან ავიღოთ აქტიური დაკიდების სისტემა, Airmatic და E-Active Body Control. ამორტიზატორები უკვე მუშაობენ მონაცემების გაცვლის ტექნოლოგიით. მანქანა ღრუბლიდან იღებს ინფორმაციას სხვა Mercedes-ებისგან. ანუ S-კლასი წინასწარ იცის, რომ იმ მოსახვევში ორმოა ან ბუგაროგი და შესაბამისად ანასტროიკებს ამორტიზაციას. დამატებით Digital Light Optica, ახალი მიკროჩიპებით, რომლებიც 40% ზრდიან ეფექტური განათების ზონას, რაც უკვე სერიოზული პროგრესია. პლუს ამას Ultra Range, შორის სინათლე, ანუ დალნევი, რომელიც გზას 600 მეტრის მანძილზე ანათებს, რაც დაახლოებით 6 საფეხბურთო მოედანია. აღარ ვსაუბრობ ჩაშენებულ ChatGPT-ზე და Gemini-ზე, რომელიც მართავს ამ ყველაფერს. ახალი ძრავები, თვითმოხვევა, ეკრანები, მოკლედ, S-კლასი ისევ რჩება პრესტიჟულობის მეფე, თანაც BMW-ს გადაუსწრო, რადგან ბავარიელებმა თავიანთი მეშვიდე სერია ჯერ კიდევ არ გამოუშვიათ.